დღეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთ-ერთმა მშობელმა ზაქრო გვიშიანმა მედიასთან თქვა, რომ კობახიძეს მათთვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია მიაწოდეს და მშობლები პოზიტიურად არიან განწყობილნი. მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფის სავარაუდოდ ზეკ კი მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც გვიშიანის თანახმად იმ საკითხებსაც გაივლიან, რომელზეც დღეს საუბარი ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი მშობელი თაგო გოგოლაძე კი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ძირითადად ინფორმაციების გაცვლას ემსახურებოდა. მედიკამენტების უსაფრთხოებაზე კი საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, მედიკამენტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ჯერ არ შეწყდება და მომდევნო შეხვედრების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა აქციების გაგრძელების საჭიროება. 2 საათიან შეხვედრას კობახიძესთან ერთად მიხეილ სარჯვალაძეს ესწრებოდა. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ბატონ ირაკლი კობახიძესთან. დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ფორმატი, ჩვენ დაახლოებით მაქსიმუმზე ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავვლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე მივაწოდეთ ჩვენ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული, ბუნებრივია ჩვენ მშობლები, რომლებიც ვართ ჩართული ამ პროცესში, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება, ბუნებრივია ის პროცესი, რომ საზოგადოებამ გამოხატა სოლიდარობა, ეს არ არის არავის მხრიდან მართული, ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმ პროცესებთან და იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ამ ბავშვებთან მიმართებაში. არანაირი კომუნიკაცია ჩვენ არ გქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა ეს, რომ თითქოს ფარმაცევტული მაფიის მართულები იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია და ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. პასუხი გაეცა იმას, რომ ბუნებრივია არაერთი მედიკამენტი, რომელიც აღიარებულია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა მედიკამენტები, გავიარეთ ყველა საკითხი, მაგრამ დარჩა უამრავი საკითხი და ძირითადი გადაწყვეტილებები, რაც უნდა გავიაროთ შემდგომი შეხვედრების პროცესში. მიხეილ სარჯვალაძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მუშაობა სჭირდება და ამას ალტერნატივა არ აქვს. საკითხები, რომელთან დაკავშირებული ხედვაც ჩვენ მოვისმინეთ მშობლებისგან, ესეც ბუნებრივია არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ეს ვინაიდან საუბარია 4 ტიპის, ასე ვთქვათ, მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. მე ადრეც აღვნიშნე, რომ ამ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით გარკვეული ნაკლები კითხვები არსებობს და ვთქვათ, სხვასთან მიმართებაში მეტია ეს კითხვები და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს, სწორად განსჯას იმისას, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობასა და ფატალურ შედეგს იწვევს. საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და პაციენტების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს. ამ მოთხოვნით მშობლები თვეზე მეტია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამეს ათენებენ.